მეფე ერეკლეს ძეგლს ვუყურებ, დიდებული ძეგლია და ზუსტად მის პირდაპირ არის რესტორანი მალას ბაღი. ბაღს ვხედავ, მოდით ასევე გავარკვიოთ ვინ იყო მალა, რატო დაირქვა მისი სახელი. მართლაც ბაღია, ძალიან მომწონს. ესეთი მწვანე ოაზისი თელავის ცენტრში, აქ არის ბარი, მე როგორც მივხვდი. ზაფხულში იქნება ალბათ ჩინებური სიტუაცია აქ, იმიტომ რომ აი მართლაც ულამაზესი ბაღია. მართალია ჩვენ წვიმაში მოვხვდით თელავში, მაგრამ კარგ ამინჩი, მზიან ამინჩი იქნება მართლაც ძალიან სასიამოვნო გარემო. ძვლებულ სტილში გაკეთებული, ძალიან სასიამოვნო და რაც მთავარია, ნისლიან თელავში ძლივს გავთფით. აბა ვნახოთ რა ხდება, როგორი მდგომარეობა. კედლები არის ძველ სტილში გაკეთებული, თუმცა აი როგორც კანონი მოითხოვს, რომ გარკვეულ სიმაღლემდე იყოს მარტივად რეცხვადი და დეზინფექცია ხდებოდეს, ასე არის ზუსტად გაკეთებული. არის შეფუთული და ამის გაწმენდა დასუფთავება ძალიან მარტივია. ჭერი დასუფთავებულია და შეღებილია. ეს არის ძირითადი სამზარეულო, სადაც კიდევ უფრო კარგად არის გაკეთებული ჭერი, იატაკიც მოწესრიგებულია. აქ არის მაცივრების სივრცე და აქ კიდე ერთი სამზარეულო. რამხელა სამზარეულო გაქვთ. ეთყობა ძალიან დიდი მენიუ გაქვთ, ხო? აქ არის ხინკლის სივრცე, ხო? როგორც მივხვდი, ქვაბები ხინკლისთვის. იხარშება წყალი, საოცარი კარგი ხორცი გაქვთ. აი ეთყობა რომ ახალი ხორცი გაქვთ და ახალი აწყობილია შამფურები და ემზადება დასაგემოვნებად თავის მომხმარებელს. კი ბატონო, ძალიან კარგი ხორცი გაქვთ, გამოყენებული ახალ-ახალს ღებულობთ, ხო ეთყობა? ძალიან კარგად გაქვთ ჩაწყობილი ნახევრად ფენომანი ცომია, ხო? ეს ხინკლის ცომია, კი. ხინკლის ცომი არის გასაცილებლად. უკვე გატარებული, უკვე დაპრესილი. გაპრიალებულ სუფთა კონტეინერშია მოთავსებული. წვანილის გარდა ყველაფერს თავი ახურავს და ეს ძალიან მომწონს. აი აქაც ფილი არის. ანუ ეს დნება, ან დეფროსტაციას განიცდის? ხო. ახლა მითხარით, ამდენი წლის გამოცდილება გაქვთ. როგორ ვადნობთ ხორცს? მაცივარში? სწორია. არა, მაცივარში. სწორია, მაცივარში დნება, სწორია, მაგრამ ნაჟურ წყლებში არ უნდა იყოს. არანაირად წყალს არ უშვა. არა რო არის? საწრეზე უნდა იდებოდეს და ნაჟურ წყალში არ უნდა იყოს, ხო? აი ეს მარტივი გადაწყვეტილება სწორად აკეთებთ, მაგრამ აი ბოლომდეც გავაკეთეთ. ამას ხმარობთ? კი, პრესია, კი ბატონო, პრესი არის. ნუ ხა ეს არის ცომის ესენი, კი ბატონო, აქვს ეს ამას ვერაფერს ვერ უზამს, ვერავინ უჟანგავია და ძალიან კარგია მაგი და მოწესრიგებული და სუფთა დაფებია და ეს არის ეს დაფები ალბათ ძირითადად ხინკლისთვის არის, კი, ეთყობა კიდევაც ხორცი და ასე შემდეგ არ არის მათზე ნამყოფი, იმიტომ რომ იმდენად თეთრი და გაპრიალებულია. რაც არ მიყვარს, ეს არის, როდესაც სუფთა დანებზე ედება ტილო, მით უმეტეს სველის ყოვლად დაუშვებელია და არ შეიძლება. მით უმეტეს, როდესაც იმედი გვაქვს, რომ გასუფთავებულია და ასე შემდეგ, კი ბატონო. შრალია, მაგრამ ნამიანია და მაინც ტილოა და არ უნდა ვქნათ. ბადე ძალიან სუფთაა და ძალიან მომწონს, აი ბადე ნახეთ, ირეცხება. სხვათა შორის არც შხეფებით არ არის აპარატი ფრის დასრული, რომელზეც გამოიყენებთ. ახლა ეს მითხარით. ფრიტურნიცის ზეთი, მაშინ ზეთიც კარგი. თავი მგონია ველურ ბუნებაში, აქეთ პალმა, აქეთ ნაძვი, მოგრეთ, აქეთ ტროპიკები და აქეთ კიდე ახალი წელი. ძალიან მომწონს. აი მართლაც ბევრი ყვავილებია, ნახეთ როგორი ლამაზი კუთხეა, მინდა რომ გადავიღოთ, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც სამზარეულოს ვანიჭებთ უპირატესობას და გვავიწყდება, რომ რესტორანში განწყობას ქმნის სწორედ რომ ექსტერიერი და ინტერიერი. აი ეს ლამაზი კუთხეც გადავიღოთ, ნახეთ. აი ესეთი სულ ნაქსოვი სანათებია, ეს ჭაღებია და აი ესეთი ნაქსოვია. აი ვიღაცა მეტყობა ხელით მოქსოვა და გაამზადა, არ ვიცი, ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს. შევიხედოთ დარბაზში, იმიტომ რომ ცივა, ზამთარია და ვნახოთ რა ხდება მალას ბაღის უკვე დახურულ სივრცეში.
იცით ამ ბაღის დახურული სივრცეც მე ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ის კუთხე, სადაც გოგოები მოკალათებულან, ეს არ არის დადგმული სცენა, ესენი არიან სტუმრები, ღვინოს მიირთმევენ და ბუხართან თფებიან. გამარჯობა გოგოებო, ხელს არ შეგიშლით, გარეთ ცივა და შიგნით კიდე სითფოა და ცეცხლი, წითელი ღვინო, კახური. უფ. ისე გამომივიდა, თითქოს რეკლამას ვაკეთებ. ამ დროს მე არ ვიცი იქ რა ხდება სამზარეულოში. კიდე ერთი მაცივარი, ეს არის როგორც მივხვდი, ახლა მოდით გამოვიცნობ, ეს არის პიცის მაცივარი. სწორია. ერთი თხოვნა მაქვს. ნახეთ, ეს არის სხვადასხვა ტიპის ძეხვი დაჭრილი. მომხმარებელი ხან ერთს გიკვეთავთ, ხან მეორეს, ხან 4 ძეხვი, ხან 4 ყველი და ასე შემდეგ. გააჩნია რეცეპტურა როგორ აგაქვთ და როგორ ხმარობთ. მაგრამ აი ეს რო ჩვენ დავჭერით ვადა, რომელიც იყო პროდუქტზე მინიშნებული, უნდა გადავიტანოთ აუცილებლად. მე უყურებ, რომ დღევანდელი დაჭრილია, ახალია, იმიტომ რომ აი არც ერთ აბსოლუტურად აი ნახეთ, ნაჭერს არა აქვს სიშავე, კი არის ახალი დაჭრილი. აი მე არაფერს არ დაგიკარგავთ. პირობას გაძლევთ, რაც კარგია ვიტყვი და ვაი, რო ცუდი შევხვდეს რამე, იმასაც ვიტყვი. კარაქს როდესაც ვიხმართ, თუ სპრედია აუცილებლად უნდა შევფუთოთ, ხო? თუ კი არ იფუთება და დაირღვა, შეფუთვა, მაშინ უნდა გადავიტანოთ პარკში. იმიტომ რომ აი ამას, როდესაც ჩვენ ხმარობთ და ხელით ვეხებით, რომლითაც ვამუშავებთ პროდუქციას და თუ გინდა აი პიცას დამზადების დროს ხმარობთ, გინდა არ გინდა ხელი გვიბინძურდება და არ უნდა ხელით ვაბინძურებთ კონტეინერს და არ უნდა შეეხოს სუფთა პროდუქტს. გამაგრილებელი მოწყობილობაც გასუფთავებულია. თხოვნა მაქვს, აი ესენი ყველა უნდა დასუფთავდეს და ორჯერ და სამჯერ ამის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აი კიდევ ერთი ლამაზი დარბაზი, ოდნავ განსხვავებული. აქ მუშაობს ბარისტა გოგონა. უკაცრავად მალა ვინ იყო დამაარსებელი ალბათ? კი, ამ აქაურობის პატრონი ძალიან ძველად და ძალიან კარგი ადამიანი იყო ნამდვილად. ეს არის ოჯახური ბიზნესი, ბაბუა უკვე გარდაცვლილი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მისი საქმე გრძელდება. მე ეს გარემო მომწონს და როგორც მივხვდი, მადონასაც მოეწონა ის რაც ნახა, ვიღაცამ დაკარგა ფეხსაცმელი, აი აქ კონკია, ეტყობა გაურბოდა პრინცს და დატოვა თავისი ფეხსაცმელი, აი ნახეთ, უფრო როგორი მძიმე ყოფილა. მართალია ეს არ არის ბროლის ჩემი ხო არ არის, ქუდისფერი არისო, ოპერატორი მეუბნება. იცი რა, ჩემი ზომა ნამდვილად არ არის, მაგრამ აი ნახეთ, ესეთი საკმაოდ მძიმე ბროლის არა ხის ფეხსაცმელია. ძველი საათი, რაღაცა ბევრი ძველი აი ესეთი ნივთებია, მაგალითად დოქი, სარკე, მე მომწონს ეს ინტერიერი, საინტერესო დეკორი აქვს სკამებს, აი ნახეთ როგორი სკამებია და ასევე დაწნული სკამები. ზოგიერთი ბალიშებით, აი ესეთი და ასევე ბავშვის სავარძელი, რომელიც ასევე ხის არის. კედელი ყოვლად დაუშვებელია, აი აქ გინდათ შეღებეთ, გინდათ გაასუფთავეთ, რაც გინდათ ისქენით, მაგრამ კედელი იყოს სუფთა. ვცდილობ რომ რაღაცა ვიპოვოთ, რომ ეხლა დაიწყებენ რეკლამა, არანაირი რეკლამა, ამ წუთში გავიგე ამ ადამიანის სახელი, უბრალოდ ვცდილობ ვიყო ობიექტური და რასაც პოულობ, კარგს და ცუდს ყველაფერს ვამბობ. კიდე ერთ მაცივართან მოვედით. ამ მაცივარს მე გამოვყრიდი და დავალაგებდი პირადად. აი თქვენ რა შთაბეჭდილება გაქვთ, მოდით და ნახეთ. ქაოტურადაა ყველაფერი შეღრილი, ხო არ მოგწონთ? არც მე არ მომწონს და მადლობა ობიექტურობისთვის. აქ კი ბატონო, კერძები არის ჩალაგებული, დასტიკერებული არ არის, მაგრამ საყინულია, ჩაყინულია და ყოველ შემთხვევაში აი რაღაც სისტემა არის, მიცემული და სისტემატიზაცია არის. ყველაფერი შეფუთული, ყველაფერი აბსოლუტურად მოწესრიგებული. ამაცი ვარ ვღებულობ. მააპატიეთ, თარიღებიც ყოფილა დაწერილი და აი ეს ეხა კიდე უფრო გამიხარდა, ბოდიშს გიხდით, აი ეს რას ნიშნავს, იცით, ეს თარიღი ნიშნავს, რომ ეს ერთჯერადი კონტეინერი ნამდვილად ერთჯერადად გამოიყენება და არ ეცხავენ მას და მეორედ საკვებს არ ასხავენ შიგნით. იმიტომ რომ პირდაპირ თარიღი დაწერილია, ეს მომწონს. სრული სურათისთვის გადავიღოთ მალას ბაღის სველი წერტილი, აბა ვნახოთ რა ხდება აქ. აი ეს კასრი, თქვენ კასრი არ გეგონოთ, ეს არის ნიჟარა. არის ერთჯერადი ხელსახოცი, ნამდვილად
წყალი მოდის, მაგრამ აი ეს ადგილი, ეს კუთხე მე არ მომეწონა. აბა ვნახოთ რა ხდება აქ. შუქი ავანთოთ და მოდით შევიხედოთ. უი, ნახეთ. მე მეგონა რომ წიგნები ალაგია, მაგრამ ეს ბუტაფორია. ჩანაფიქრი კარგია. ცუდი ნამდვილად არ არის, თუმცა ისევ და ისევ დაუბრუნდები დარბაზს, რომელიც მე ძალიან მომეწონა ბაღი, გარესივცე და მომეწონა ძალიან აი ეს შიდა დარბაზებით. შეგახსენებთ ჩვენად თელავის ცენტრში ეს არის ბარნოვის ქუჩა, მალას ბაღი. რა სიხშირი წმინდავთ? თუ ყოველდღურად ვიმუშავოთ და ყოველდღურად იწმინდავთ, და ორ დღეში ერთხელ მაინც იმიტომ ნახეთ, აი აგერ ყურებ რომ დაწყებულია და აქაც დაწყებულია, მაგრამ ცოტა. ამ წუთში არ არის წვეთა, ზედმეც არ გეტყვით, მაგრამ დაწყებული აქვს. ეს რა არის? აი ასე. აი ასე. ამას მე თქვენთან ვერ ვიგვებ. всё, ეს აქ ავნახო. ეს იყოს პირველი და უკანასკნელი, პირობას მაძლევთ, ხო აღარ მოიტან. კილერები დაკიდეთ და ეს აღარ დავინახო. всё. იცით რა, შეიძლება ჩამოვარდეს და ნებისმიერ კერძში ჩაგივარდეთ. ხო იცით როგორც არის? ის არის ამაზრზენის საშინელება. ეს წიწკლებიანი დაფები სადიპოვეთ, ხორცებით მითხარით, მე რო ვერ დავინახო, ხო ეს სუფთაა თუ არა? სამაგიეროდ აი ფერადი დაფები გაყრიალებულია, ცომიც ამესულია და სუფთაა და კარგია. ხელთათმანები აბსოლუტურად ყველა კუთხეშია. მე პრინციპში დავასრულე, გაჩვენეთ, კიდე კარგი, ისე მივდივარ ფაქტიურად თელავიდან, რომ აი ერთი ობიექტი ვნახე, სადაც გავთფი და სადაც აი უბრალოდ მესი ამოვნა, აურაა ძალიან კარგი.